ქრონიკული B ჰეპატიტი არ იკურნება. გართულებები არის ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო. ყოველი 4 ადამიანიდან ერთს გადატანილი აქვს B ჰეპატიტი. მწვავე B ჰეპატიტი შეიძლება საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. დელტა ჰეპატიტი არ არსებობს B ჰეპატიტის გარეშე. დამშვენს კითხვა, რომ ხომ შეიძლება რომ B ჰეპატიტი გადავიყვანოთ C-ში და მერე C განკურნოთო. ძალიან კარგი სხარტი გამოსავალი კი მოგესალმებით მეგობრებო, ორშაბათი დღეა და ტრადიციულად გიბრუნდებით ჩვენი პოდკასტით ჯანმრთელობის მატრიცა. დღეს შევარჩიეთ ძალიან საინტერესო თემა. დღეს ვილაპარაკებთ B ჰეპატიტზე, გიორგი კამკამიძესთან და მაია ბუწაშვილთან ერთად. დასაწყისშივე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი პოდკასტის YouTube არხი და ისევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია კლინიკა ნეოლაბი. მოკლედ რომ მოგახსენოთ B ჰეპატიტის სტატისტიკაზე საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მე-4-ს, ანუ ყოველი 4 ადამიანიდან ერთს გადატანილი აქვს B ჰეპატიტი და ქრონიკული B ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში არის დაახლოებით 2%, რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ B ჰეპატიტზე მკურნალობა, რომელიც საქართველოში უკვე თითქმის 1 წელია, რაც სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს და როგორც დიაგნოსტიკა და ასევე მკურნალობა ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაიტარონ სრულად უფასოდ. მე მინდა პირველ რიგში მაია შენთან როგორც ინფექციონისტთან გადმოვიდე. ჩვენ ხშირად სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ვლაპარაკობთ B ჰეპატიტზე და მის მნიშვნელობაზე. მე მინდა როგორც ინფექციონისტმა მითხრა, რა არის აუცილებელი ადამიანმა ჩაიტაროს ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს. რას წარმოადგენს ეს დაავადება ასეც, რომ ესეთი მკურნალობის პროგრამაც კი შეიქმნა საქართველოში უფასო. B ჰეპატიტი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დაავადებაა, იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება კონდეს წლების მანძილზე და ვერ გრძნობდეს ვერაფერს, არავითარი ჩივილები არ კონდეს და ნელ-ნელა თანდათან ამ ვირუსს შეუძლია დააზიანოს ღვიძლის უჯრედები და წლების შემდეგ გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო, რომელიც მოგეხსენება ძალიან მძიმე დაავადებებია. ამიტომ და სხვათა შორის პირველად, როდესაც იგებენ ხოლმე რომ B ჰეპატიტი აქვთ, პირველი რეაქციაა რომ არაფერი არ მჭირს, სიყვითლე არ მაქვს, საიდან ბოტკინი არ მქონია და არაფერი არ მტკივა. პირველი რეაქციები ეს არის და სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ამ დაავადებას სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ ქონდეს და არადა კიდევ ვიმეორებ სერიოზულ დაზიანებებს იწვევდეს. ხო, ანუ მაშინ ესე გამოდის, რომ დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ჩვენ იმედია ერთხელ მოგვეცემა საშუალება და C ჰეპატიტის ვილაპარაკებთ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემაა და მნიშვნელოვანი ძალიან ჩვენი საზოგადოებისთვის და C-სგან განსხვავებით, C-ზე უფრო მეტია, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ცნობიერების დონე ქვეყანაში და B-ზე ცოტა პრობლემები გვაქვს ამ კუთხით და რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს რა განსხვავებაა თუნდაც დიაგნოსტიკის თვალსაზრისით C ჰეპატიტისა და B ჰეპატიტის შორის, იმიტომ რომ აქ ცოტა მეტი ტერმინი შემოდის, ყურისთვის რომელიც არ არის მიჩვეული სამედიცინო ტერმინოლოგიას, B-ზე რო გველაპარაკება, იქ იმით ცოტა რთულია, ესე ფიქრობ და რო გითხრათ რა მარკერებია და რა დროს რითი ვიხემწვანოთ. დიახ, მართალი ბრძანდებით, ანუ განსხვავებული არის C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და თვითონ ექიმებსაც ზოგჯერ ვინც ნიშნავს ამ კვლევებს, ზოგჯერ არის ხოლმე რთული ამ ყველა იმ ანტიგენში თუ ანტისხეულებში გარკვევა, რომელსაც ვიყენებთ დიაგნოსტიკისათვის. აქ არის 3 სხვადასხვა ტიპის ანტიგენი, ეგრეთ წოდებული, ანუ ცილა, რომლის დიაგნოსტიკასაც ვახდენთ და ასევე ყოველი ამ ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები. საკმაოდ რთულ სქემასთან გვაქვს საქმე, თუმცა რო გავამარტივოთ, ანუ ის ვარიანტი ინფექციისა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და რომელიც საჭიროებს მაგალითად პოტენციურად მკურნალობას, მისი დიაგნოსტიკისთვის არის პირველადი ტესტი, ეს არის ეგრეთ წოდებული ზედაპირული ანტიგენის ტესტირება. ვისაც აქვს ეს ანტიგენი დადებითი, ეს ნიშნავს, რომ იქ ხდება ვირუსის გამრავლება, შესაბამისად უნდა განხილული იქნას მისი საწინააღმდეგო მკურნალობაც. რაც შეეხება ანტისხეულებს, ეს არის ბირთვის საწინააღმდეგო, ვირუსის ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულების
განსაზღვრა, რომლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანს აქვს გადატანილი ინფექცია, განსხვავებული ანტისხეულებია, ანუ აი ეს იგივე ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომელიც ყალიბდება ვაქცინაციის შედეგად. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისაგან გავუმიჯნოთ დიაგნოსტიკის საშუალებით ამ ადამიანს აქვს გადატანილი ინფექცია, თუ ეს დაცვა, ეს იმუნიტეტი განპირობებულია იმუნიზაციის, ანუ ვაქცინაციის შედეგად. ძალიან კაი რაღაც ახსენეთ, ვაქცინა ყველა ჰეპატიტის საწინააღმდეგო და არ გვაქვს, ესე ვთქვათ, ვიღაცა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო და არ გვაქვს და ეს ვაქცინა bez საწინააღმდეგოდ გვაქვს. როგორც ვიცით, პროგრამის ფრაგმენტში ესეც გათვალისწინებულია და შეუძლიათ ვაქცინაზე ჩაეტარონ ჩვენმა მოქალაქეებმა სრულიად უფასოდ. აი, რამდენად მნიშვნელოვანია აი შემინდა კითხო ვაქცინის არსებობა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო, რამდენად ეფექტურია და რისგან გვიცავს, ესე ვთქვათ. B ჰეპატიტის ვაქცინა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი უნიკალური რამეა, რაც ხელში გვიჭირავს და სამწუხაროა თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ადამიანები ამ სიკეთეს ნაკლებად იყენებენ. 2002-2003 წლიდან საქართველოში უნივერსალურია ეს ვაქცინაცია, ყველა ახალშობილს სამშობიაროშივე და შემდეგ უკვე გეგმიურ კალენდრით რამდენიმე დოზა უკეთდება ყველა ბავშვს და შესაბამისად ამასაკობრივ ჯგუფში, ანუ ვინც ახლა არის უკვე 20 წელზე მეტის და ამის ქვემოთ, B ჰეპატიტი ფაქტიურად ძალიან იშვიათად გვხვდება უკვე, იმიტომ რომ მოსახლეობის ეს ნაწილი დაცულია. მაგრამ აუცილებლად დაგვრჩა ის ხალხი, ვინც დაბადებულია 2002-2003 წლამდე. და ეხლა სახელმწიფო პროგრამას თავაზობს ადამიანებს, რომ დაადგინონ აქვთ თუ არა ანტისხეულები ვაქცინაციის საწინააღმდეგო და თუ არა აქვთ ჩაიტარონ უფასო დაცრა, მაგრამ სხვადასხვა ვხედავთ, რომ დიდი ხალისი ამ ვაქცინაციაზე, არ ვიცი, ესეც არაინფორმირებულობის ბრალია და დღეს კიდევ ერთი მცდელობა გვაქვს, რომ ვუთხრათ ხალხს ამ შესახებ, თუ არ ვიცი, რატომ არის ასეთი დუნა დამოკიდებულება, ამ ვაქცინას დიდად არ იყენებს ჩვენი მოსახლეობა. ბევრს, როდესაც ვეუბნებით, რომ აიცრან, თავს იკავებენ. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინების მიმართ რაღაც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს და B ჰეპატიტის ვაქცინა არის თამამად შემიძლია ვთქვა ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა, იმიტომ რომ ვირუსის ბირთვიც კი არა აქვს, ანუ ვირუსი არ არის. ეს არის ავატყუებთ, ესე ვთქვათ, ორგანიზმს იმუნიტეტს, თორე ვირუსი არ არის ეს საერთოდ, შესაბამისად არავითარი გამოწვევა არაფრის მას არ შეუძლია. და ყოველთვის უსვამ ხოლმე სხვათა შორის ასეთ ხალხს შეკითხვას, რომ აი ყველას ყავს შვილი, მეზობელი, ნათესავი ვიღაცა ბავშვი, ხო? რომელიც უკვე იცრება ახლა B ჰეპატიტზე. ანუ თქვენ რას ამბობთ, რომ 3 კილოიან ბავშვს რისთვისაც ბჭყალებში იმეტებთ, სამშობიაროშივე ვცრით და შემდეგ კიდე პოლიკლინიკაში, ამაზე იკავებს მოზრდილი 80-100 კილოიანი ადამიანი თავს. აი ცოტა უცნაურია. ბავშვი იმეტებთ და თითქოს, ხო? ამას როცა ვეკითხებ, მე ცოტა თითქოს ზოგი დაფიქრდება ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის ვაქცინა, რასაც ყველა პატარა ბავშვს უკეთებთ და მოზრდილი ადამიანები ამისგან თავს იკავებენ. არადა წარმოიდგინეთ, ახლა რამხელა რაღაცისგან იცავს ეს უმარტივესი საშუალება და უკვე უფასო და აქვე მინდა ბარემ ვთქვა, ეს ვაქცინა იცავს არა მარტო B ჰეპატიტისგან, არამედ კიდევ ერთი ვირუსისგან. ეს არის D ჰეპატიტის ვირუსი, ზოგი დელტას ეძახის. იმიტომ რომ D ვირუსი არის ესეთი უცნაური ვირუსი, რომელიც იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს B ჰეპატიტი, არ ემართება. ანუ B ჰეპატიტიანი ადამიანების ნაწილს დაახლოებით უხეშად 8%, 10% შეიძლება დაემართოს მეორე ვირუსიც D, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰეპატიტია დღეს არსებულებს შორის, სამწუხაროდ მკურნალობის საშუალებები ძალიან ცოტა გვაქვს და ძალიან მაღალი აქვს ქრონიკულების, ციროზის და კიბოს გამოწვევის პოტენციალი და წარმოვიდგინოთ ეს ვაქცინა, B ჰეპატიტის ვაქცინა ამისგანაც გვიცავს. ხო, ეგ არგუმენტები რაღაც თქმა გინდა. ხო, აი D ჰეპატიტზე, ანუ იგივე დელტა ჰეპატიტზე ძალიან საინტერესოა ის, რომ როგორც ჩანს ეს ვირუსი არის აი ეგრეთ წოდებული ვიროიდების მსგავსი ვირუსი, რომელიც შეიძლება ადამიანებზე გადმოსული იყოს მცენარეებიდან, იმიტომ რომ მცენარეებში გვხვდება ეს არასრული ეგრეთ წოდებული ვირუსები, ანუ ვიროიდები, რომლებიც ფაქტიურად შეიძლება განვიხილოთ როგორც ვირუსის ვირუსი, ანუ ამ შემთხვევაში დელტა ჰეპატიტი არ არსებობს B ჰეპატიტის გარეშე. შესაბამისად, მაიარაზედაც საუბრობდა,
თუ კი ჩვენ ვიცავთ ადამიანს B ჰეპატიტისაგან, B ჰეპატიტის ვირუსისგან, ასევე ვიცავთ დელტა ჰეპატიტისგან. დავამშვიდოთ ჩვენი მაყურებელი, რომ სცენარებისგან ამდენ არ დაინფიცირდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ უკვე აქვთ აქტიური B ჰეპატიტის, ესე ვთქვათ, ინფექცია და მე შეიძლება დაერთოს, ესე ვთქვათ, ხო? ეგ არგუმენტები ხარაც შენახსენე, მაგრამ ჩემი ყურითაც არაერთხელ მომისმენია განსაკუთრებით აი ჩვენს რეგიონულ ფილიალებში ნეულობს ფილიალები აქვს და იქაც ბუნებრივია ასეთ მიმდინარეობს ეს პროგრამა დიაგნოსტიკის B ჰეპატიტის და იქ კომუნიკაციის დროს აი მომისმენია რომ აი C-ზე შეგვითავაზებია რომ აი უფასოა ისარგებლოთ ამ მომენტით და შეგვითავაზებია იქვე B ჰეპატიტისთან რატომღაც B ჰეპატიტზე უარი უთქვამთ ეგ შეიძლება ხა ძალიან ოპტიმისტები ვიყოთ და იმით იყოს განპირობებული რომ უკვე არიან ტესტირებული B ჰეპატიტზე მაგრამ აქვე ეგეც ვიცით რომ ძალიან დაბალია ცნობა ინფორმირებულობა B-ს უთქვამს კი C-ზე კი გავიკეთებ ანალიზს მაგრამ აი B-რა შეჭირდება ხო რატომღაც გონიათ რომ რაღაც კონკრეტულ ჯგუფს ეხება მარტო ეს ვირუსი აბსოლუტურად არ არის ეგრე ნებისმიერ ადამიანს, მაგიტომაც აი რომ ახალშობილებს ვაქცინაციას ვკეთებთ. აი კაი მივახციეთ ამ ცნობიერების მაღალ დონეს და მივიდა ადამიანი და გაიკეთა ტესტირება და აღმოჩნდა რომ არა ეს თქვა გადატანილი ინფექცია, არამედ აქვს აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი და სჭირდება მას კურნალობა, ხო, რომელიც კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ ასევე საქართველოში დღეს უკვე უფასოა. ახლა ჩაგეჭრები უბრალოდ წეღანაც ახსენე და მინდა დავაზუსტო რომ თუ B ჰეპატიტი გვაქვს ქრონიკული აქტიური ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად მკურნალობა გვჭირდება. დაახლოებით უხეშად 30% სჭირდება ქრონიკული B ჰეპატიტიანების მკურნალობა. ამისთვის არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, მოკლედ რომ თქვა ეს არის ღვიძლის დაზიანების ხარისხი, ვირუსის რაოდენობა სისხლში, ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებელი, ოჯახური ანამნეზი ხო არ ყოლია ვინმე ვისაც ჰქონდა ღვიძლის ციროზი და ასე შემდეგ. და სწორედ ეგ მიიღებს გადაწყვეტილებას აი ამ კრიტერიუმების საფუძველზე ჭირდება ადამიანს მკურნალობა თუ არა. და თითქოს რატოა ეს ამბავი, ხო, ამდენი ფიქრი, რატო გჭირდება, ავდგეთ და უმკურნალოთ, ხო? პირველი კითხვა ეგ არის ხოლმე, რომ მიმკურნალეთ, რატომ არ მიწყებთ? იმიტომ რომ B ჰეპატიტის მკურნალობა არის უვადო. ანუ, როდესაც დავიწყებთ მკურნალობას, ადამიანი მედიკამენტს იღებს მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება ცოტა პირობითია ამჟამად, იმიტომ რომ იმედი გვაქვს და რამდენიმე მედიკამენტის გამოცდა მიმდინარეობს, რომ B ჰეპატიტის მკურნალობაც გახდეს ესეთი მოჭრილი კურსი. მაგრამ და განიკურნოს მთლიანად, მაგრამ დღეის მდგომარეობით ასე არ არის. ანუ არიან პაციენტები, რომლებიც დიდი ხანია უკვე 8-10 წელია ჩემი პაციენტებიც არიან ასეთები, იღებენ ამ მედიკამენტს. ხო, აქვე მინდა დავაკონკრეტო, რომ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც პროგრამის ფარგლებშია, არ არის რაღაც ახალი. ასევე ნუ დაარქვევენ ექსპერიმენტს. ეს ის მედიკამენტია, რომელიც მანამდეც გამოიყენებოდა. უბრალოდ მანამდე ადამიანი ამას ყიდულობდა და ფინანსური ტვირთი იყო ანალიზების. და როგორც ვიცი, არც ისე იაფი. არც ისე იაფი. ამჟამად პროგრამა უფასოდ აძლევს ორი ტიპის მედიკამენტს, ან ერთს, ან მეორეს. მოკლედ, გამოცდილი მედიკამენტია, დიდი ხანია გამოიყენება, მათ შორის საქართველოშიც. ოღონდ ადამიანი სვამს ერთ ტაბლეტს სულ უწყვეტად მთელი ცხოვრება. ამიტომ თუმცა აქაც არ არის ბოლოს და ბოლოს დიდი პრობლემა, რამდენი წამალია, რომელსაც ადამიანები სულ სვამენ, ხო? მაგალითად ხო არ იკურნება ჰიპერტენზია წნევის სწავლებს სულ სვამს ადამიანი ზოგი სვამს დიაბეტის სწავლებს და ასე შემდეგ ამიტომ აქაც არის დიდი პრობლემა ალბათ უნდა გავმარტოთ რატო ხდება ეს ანუ B ჰეპატიტის ვირუსი მსგავსად ზოგიერთი სხვა ვირუსისა შეიძლება დავასახელოთ მაგალითად ჰერპეს ვირუსები ან მაგალითად ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი რომელიც თუ კი ხდება ორგანიზმში რჩება აივის შემთხვევაში ის ინერგება ძალიან ეფექტურად ჩვენს გენეტიკურ მასალაში B ჰეპატიტსაც მსგავსი ასე ვთქვათ მექანიზმი აქვს ის შეიძლება ჩაინერგოს უფრო ნაკლებად ეფექტურია ამ თვალსაზრისით საბედნიეროდ მაგრამ თუ კი ის ჩაინერგა ადამიანის გენეტიკურ მასალაში მას ჭირდება მუდმივი მკურნალობა თუ არა აი ამ რეზერვუარიდან ის იწყებს კვლავ გამრავლებას შესაბამისად ამიტომაც ვამბობთ რომ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა უვადოა თუმცა ამ მკურნალობის განმავლობაში ვირუსის რაოდენობა ნულზე ჩამოდის უმრავლეს შემთხვევაში და ის აღარ აზიანებს უკვე ღვიძლს და შესაბამისად ამ შემთხვევაში ადამიანი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი. მოკეთ დასაწყისში ვთქვი ჩვენ რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს B ჰეპატიტი. თუმცა არსებობს რაღაცა კონკრეტული ქცევები და ჯგუფები, სადაც ეს გავრცელება გაცილებით უფრო მაღალია და ეს კონკრეტული ქცევები უფრო ასოცირებულია, ასე ვთქვათ, რისკს შეიცავს.
როგორც B, ასევე სხვა ვირუსების ინფიცირების. ესენი არის პირველ რიგში, არ შეიძლება არ ვახსენოთ ადამიანები, ვინც ინტრავენური გზით მოიხმარენ ნარკოტიკებს, ხო? ასევე მამაკაცები, რომელსაც სქესობრივი კონტაქტი აქვს მამაკაცებთან, ასევე არაერთი კვლევით ჩანს, რომ საქართველოში არა, ასე ვთქვათ, სახარბიელო სიტუაცია სამედიცინო, ასე ვთქვათ, კლინიკებში, სადაც ასე ვთქვათ, ინვაზიური პროცედურები დადება. აი ამ კუთხით რო გითხრათ, აი ბოლო კვლევებით რომელი რისკ ფაქტორებია ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, აქტუალური. B ჰეპატიტის ვირუსი არის ძალიან გამძლე ვირუსი, აი როგორც წესი სამ ვირუსს ერთად მოვიხსენებთ ხოლმე, ხო? B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი და AIV ინფექცია თითქოს რატომღაც სამს ერთად ამათ შორის ყველაზე გამძლე და ადვილად გადამდები B ჰეპატიტის ვირუსია. სხვათა შორის ახლა შენ რის ჯგუფები ახსენე, მაგრამ სქესობრივი, ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით გადაცემა არის ერთ-ერთი წამყვანი, აქტუალური. კი, ცესგან განსხვავებით. AIV ინფექციაზეც მაღალია, ანუ ბევრი ადამიანი ინფიცირებულია დაუცველი სქესობრივი კონტაქტით. დანარჩენი სისხლის გზით, რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმის გარეთ ძალიან ყოჩაღად ძლებს დიდხანს, დაბალ ტემპერატურაზეც, მაღალ ტემპერატურაზეც და ამიტომ აი შეიძლება მაგალითად პირობითად დაბინძურებული იყოს ზედაპირი და ადამიანს რაღაცა მიკროტრაუმა ჰქონდეს, შეეხოს და აი თუ კი ჩვეულებრივ ოჯახური კონტაქტებით C ჰეპატიტის და AIV ინფექციის გადაცემა ფაქტიურად არის გამორიცხული, B ჰეპატიტზე ასე არ არის. ჩვენ ყავს ოჯახები, სადაც რამდენიმე ადამიანია ინფიცირებული და მათ შორის გადაცემის გზა არ არის, ვლაპარაკობ სქესობრივ გადაცემაზე, მაგალითად მშობელი და რამდენიმე შვილია ინფიცირებული. ანუ მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტებითაც ამ ვირუსის გადაცემა ხდება. ნუ აქ კიდევ მეორე ლაპარაკი არ არის, მაგალითად ესე ჩვეულებრივ უბრალოდ ჭურჭლით და შეხებით, მაგრამ როდესაც განმეორებითად არის, მაგალითად შეიძლება დაზიანებული ქონდეს კანი და მეორე ადამიანსაც დაზიანებული ქონდეს კანი და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ B ჰეპატიტი ადვილად გადადის და რითიც შენ დაიწყე სტატისტიკაც ამიტომ არის ასეთი, რომ უამრავ ადამიანს გადატანილი აქვს B ჰეპატიტის ვირუსი, ამიტომ რომ ადვილად ინფიცირდებიან და ერთი მინდა უბრალოდ ვახსენო, ვისაც გადატანილი აქვს, ანუ წეგან თქვი ყოველ მეოთხეს, ყოველ მეხუთეს სხვადასხვა კვლევებით, ისინი თვითგანკურნებულებად ითვლებიან, თუმცა როგორც გიამ თქვა, რადგანაც ეს ვირუსი მაინც რჩება ინტეგრირებული მთელი ცხოვრება ჩვენთან ერთად, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც როდესაც დგება ღრმა იმუნოსუპრესია, ანუ როდესაც რომ განვარტოთ ჩვენს იმუნიტეტს ძალიან უჭირს რაღაც პირობებში, მაგალითად ზოგიერთი ქიმიოთერაპიული კურსის დროს ან სხვადასხვა ასეთი მდგომარეობების დროს, პოტენციურად კიდევ მეორე იშვიათად შეიძლება ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. ანუ განსხვავებით სხვა რომელიღაცა ინფექციებისგან, სადაც როდესაც ვამბობთ რომ ადამიანს გადატანილი აქვს ვირუსი მის სისხლში ეს აღარ არსებობს, B ჰეპატიტზე ასე არ ითქმის, იმიტომ რომ სადღაც ჩანერგილი ეს ვირუსი მაინც რჩება. თუმცა B ჰეპატიტის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გარდა იმისა, რომ არსებობს ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტები, არსებობს ვაქცინა, არსებობს ასევე თვითგანკურნების საკმაოდ რეალური შანსი, ესე ვთქვათ, როდესაც დაინფიცირდება ადამიანი ამ ვირუსით. კი, აი მინდა კითხვა, როგორც ვირუსოლოგს, აი როგორ არის აქ საქმე, რამდენად მაღალია, თქვათ, შანსი ადამიანი განიკურნოს, ესე ვთქვათ, თვითგანკურნება განვითარდეს და რამე ფაქტორები თუ უწყობს ამას ხელს. მართალი ხარ, ძალიან მაღალია თვითგანკურნების პროცენტი, სადღაც 90-დან 95%-მდეა სხვადასხვა პოპულაციაში, რომლის შედეგადაც ვითარდება ზუსტად ანტისხეულები, რომლებიც იცავს უკვე შემდეგ ხელახალი ინფიცირებისგან. ანუ ეს ფართო სპექტრი, ისე ვთქვათ, დიაგნოსტიკური საშუალებების იძლევა, როგორც აღნიშნეთ, საშუალებას, რომ დავადგენ მწვავე ფორმაც, ხო? აი, როდესაც ადამიანს მწვავე არა ქრონიკული, ეს შემთხვევაში გიამ თქვა, არა მწვავე ფაზაში, ესე ვთქვათ. აი, როგორც კლინიცის რას გეუნება ეს და აი, რა შეიძლება რა ღონისძიებები გატარდეს მაგ დროს, რამით შეგვიძლია დავეხმაროთ, რომ ეს ქრონიკულ ფორმაში არ გადავიდეს? კი, აი ბარემ კარგია გამმარტავთ ახლა რა არის მწვავე B ჰეპატიტი. სიტყვა მწვავე ადამიანების აღქმაში არის თითქოს რაღაც უფრო ცუდი, მძიმე. არა და სიტყვა მწვავე უბრალოდ ნიშნავს პერიოდს ვირუსის შეჭრიდან პირველი 6 თვე. მწვავე B ჰეპატიტი შეიძლება საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ანუ სიტყვა მწვავე არ ნიშნავს, რომ უნდა გამოვლინდეს სიმპტომები. არ არსებობს მწვავეს გარეშე ის ქრონიკული შემთხვევები. ანუ პირველი 6 თვე ქვია მწვავე, რომელიც შეიძლება იყოს სიმპტომებითაც და სიმპტომების გარეშეც და პირველ 6 თვეში თუ იმუნიტეტმა ვერ მოახერხა
ვირუსის განდევნა, შემდეგ ეს აღარ მოხდება და გადაიქცევა ქრონიკულ B ჰეპატიტად. ოღონდ როგორც გიამთქვა საბედნიეროდ ანუ ქრონიკულად გადაქცევა უფრო დაბალია ამის შანსი. უმრავლესი ადამიანები, ანუ 90%-ზე მეტი განდევნის ვირუს, უფრო სწორად ბოლომდე არ განდევნის, ჩვენ ვთქვით, რომ სადღაც ინტეგრირებული რჩება, მაგრამ მათ ორგანიზმში ქრონიკული ჰეპატიტი არ ყალიბდება. ეს არის კარგი. ამიტომ ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ 6 თვის მერე ეს არ მოხდა, შემდეგ აღარ მოხდება. არის უკიდურესად იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ ძირითადად არა. ამიტომაც არის ზუსტად პროგრამა მოითხოვს B ჰეპატიტის, რომ ადამიანმა წარმოადგინოს 2 შედეგი გამოკვლევის მინიმუმ 6-თვიანი შუალედით, რომ იყოს დასტური, რომ ამ ადამიანს აქვს მართლაც ქრონიკული B ჰეპატიტი. ან ერთი რომელიმე კვლევის შედეგი წარსულში და ახალს ვუკეთებთ ჩვენ იქვე კლინიკაში უფასოა ეს და თუ ისევ დადასტურდა და კიდევ ვიმეორებ აქვს ძველი პასუხიც და კიდევ იქნება ახალი, უკვე კანდიდატია ადამიანი პროგრამაში ჩართვის, ანუ მას აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი. ერთი აუცილებლად უნდა ვახსენოთ აქ PCR-თან დაკავშირებით, როგორც ძალიან ბევრმა უკვე იცის ეს ტერმინი PCR-ი, არის მოლეკულური მეთოდი, რომლითაც თვითონ ნაწილაკებს, ანუ ვირუსის ნაწილაკებს მის გენეტიკურ მასალას უფრო სწორად აღმოვაჩენთ. B ჰეპატიტის შემთხვევაში ცოტა განსხვავებული სიტუაცია. რომც იყოს განულებული ეს PCR მეთოდით ამ ვირუსების რაოდენობა, ეს არ ნიშნავს განკურნებით დამთავრებას. აქ ძალიან ხშირად ხდება შეცდომის დაშვება ზოგჯერ ექიმების მხრივაც კი და თვითონ პაციენტიც ფიქრობს, რომ თუ მისი B ჰეპატიტის ვირუსის PCR არის ნულოვანი, ამითი დამთავრებულია საკითხი. სადიაგნოსტიკოდ არის სხვა მეთოდი, ეს არის თვითონ ანტიგენის, ეგრეთ წოდებული ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა, რომელიც თუ განულდა, ეს ნიშნავს სრულ განკურნებას და არა PCR-ი, იგივე მკურნალობის განმავლობაში, ან შეიძლება ეს თვითდინებითაც იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნულოვანი და მაინც დაიწყოს ვირუსმა შემდეგ გამრავლება. განსხვავებით C ჰეპატიტისგან, განსხვავებით HIV ინფექციისგან, B ჰეპატიტის შემთხვევაში B ჰეპატიტის ვირუსის PCR-ს თავისი სპეციფიური, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია აქვს. კი, და იმიტომ PCR-ს ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ დიაგნოზი დავადასტუროთ. PCR-ს ვაკეთებთ იმიტომ, რომ დავითვალოთ ვირუსის რაოდენობა და განსაზღვროთ სამკურნალო ადამიანი თუ არა. ერთ-ერთი კრიტერიუმია ვირუსის რაოდენობა. აი C-ს დროს PCR-ს სხვა დანიშნულება აქვს. ეს არის იმისთვის, რომ დავადასტუროთ ამჟამად ადამიანს ინფექცია აქვს თუ არა და თუ PCR-ი დადებითია, ყველა შემთხვევაში მკურნალობთ. აი B-ზე ასხვანაირად არის. ხო, გასაგებია, მოკეთ ჩვენ ვახსენეთ გადაცემის დროს, რომ ქრონიკული B ჰეპატიტი არ იკურნება, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტებს იღებს ადამიანი ხანგრძლივი პერიოდით. თუმცა სრულად იმართება. აი პაციენტის გადმოსახედიდან მაგათაც ალბათ თვითმიზანი უნდა იყოს ის გართულებები, რაც B ჰეპატიტს მოაქვს, ხო? ნუ გასაგებია, რომ ამ ეტაპზე არსებული მედიკამენტებით ამას გენომიდან ვერ გავაძევებთ ამ ვირუსს, მაგრამ მართავთ ეფექტურად, როგორც გიამთქვა, ხო? და უნდა ამის მიზანი მთავარი არის, რომ ავირიდოთ ის გართულებები, რომელიც შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანად აქვეითებს ის ადამიანის სიცოცხლის ხარისხს და იწვევს ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზულ გართულებებს ჯანმრთელობის. აი ყველაზე ხშირად რომელი გართულებებია ეს და აი მაგაზე რომ მითხრათ მაია. კი. რას ავირიდებთ თავად? სწორია, ანუ B ჰეპატიტი არის მართვადი დაავადება. მთავარია ჩვენთვის, რომ როგორც ჩვენ თქვი, არ გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. და როდესაც ადამიანი მკურნალობაზე, ანუ ვირუსი ნულამდეა დასული, ეს არ ხდება და გართულებები არის ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო. სხვადასხვა აქვე მინდა ვთქვა, რომ განსხვავებით C ჰეპატიტისგან, რომლის დროსაც ესე ქრონოლოგიურად ჯერ განვითარდება ღვიძლის ციროზი და შემდეგ ღვიძლის კიბო, B ჰეპატიტის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის. ამ ვირუსს შეუძლია ღვიძლის ციროზის სტადიის გარეშეც პირდაპირ გამოიწვიოს ღვიძლის კიბო. და მკურნალობა არის ამის პროფილაქტიკაც. ღვიძლის ციროზი. თუმცა ეს უფრო უმცირეს შემთხვევებშია, მაინც სტადიებს დელტა დაეთქვა განსაკუთრებით აგრესიული. კიდევ ცალკე თემაა. ნუ სამწუხაროდ ხშირად მეკითხებიან ხოლმე B-ს მკურნალობა აქრობს თუ არა დელტას და ეს ასე არ არის, ეს ცუდია, მაგრამ B ჰეპატიტის ნულამდე დაყვანა ვირუსის დელტა ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებად არ გვევლინება სამწუხაროდ. მსმენია თქვენგანაც და ზოგადად
ინფექციონისტებისგან ყველაზე რთული, ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენარია, როდესაც ადამიანი ინფიცირებულია როგორც B, ასევე დელტა ვირუსისგან ამ დროს ძალიან რთულია და იარაღის იმდენად ბევრი არაა როგორც თუნდაც B ჰეპატიტიდან. ქართულებზე რო გავაგრძელოთ, ესე იგი, ღვიძლის ციროზი არის, ღვიძლის ციროზე ჩვენ ალბათ კიდევ ერთ ცალკე პოდკასტი ეკუთვნის ამ დაავადებას და ჩავწერთ, მაგრამ მოკლედ რო განვარტოთ, ღვიძლის ციროზი არის, როდესაც ანთება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ღვიძლის უჯრედებში, შემდეგ ხდება ამ უჯრედების ჩანაცვლება ეგრეთ წოდებული ფიბროზული ქსოვილით, ანუ აი ნაწიბურებით, რომ წარმოვიდგინოთ და როდესაც ღვიძლის ეს ნაწიბუროვანი ქსოვილი მთლიანად მოიცავს, უკვე ქვია ციროზი და თუ ციროზული ღვიძლი ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას, ამას ქვია დეკომპენსირებული ციროზი. სხვადასხვა ამ დიაგნოზის თქმა ძალიან მიჭირს ხოლმე ადამიანებისთვის, რომ თქვენ გაქვთ ციროზი, იმიტომ რომ მათ აღქმაში ციროზი ბევრად უფრო მძიმეა ვიდრე სინამდვილე. იმიტომ რომ შეიძლება ციროზიანი ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, ანუ ჯერ არ აქვს დეკომპენსირებული ციროზი. და ღვიძლის კიბო თავისთავად გასაგებია ერთ-ერთი სამწუხაროდ ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი სიმსივნეა, აქაც დეტალებში არ შევალთ და ბევრ ადამიანს ზოგჯერ უკვე ჭირდება ხოლმე ღვიძლის გადანერგვა. მაგას შეცდომით მაგ ერთ სტადიას ღვიძლის გადიდებასაც ეძახიან ხოლმე ძალიან. გადიდებას და ღვიძლის დაშლას უფრო სწორედ, ხო. გადიდება ხდება დაშლა. დაშლაზე არ არის ლაპარაკი, დანაწიბურება და პირიქით ზომაში მცირდება სხვადასხვა. შეჭმუხნა. აი ღვიძლის ციროზე, ფიბროზე ლაპარაკის დროს შეუძლებელია გავიქცეთ და არ ვახსენოთ ალკოჰოლი, ხო? იმიტომ რომ მეც აი პაციენტებთან კომუნიკაციის დროს არაერთხელ მსმენია, რომ აი როდესაც ან თუნდაც მეგობრებთან მისაუბრია ამ მნიშვნელობაზე, რომ C-ზეც და B-ზეც რამდენად მნიშვნელოვანია დიაგნოსტირება, არაერთხელ მომისმენია ერთ-ერთი თავარი კონტრარგუმენტი, რითაც იცავენ თავს, რომ არ არის საჭირო, ალკოჰოლს მიარსვა, არაფერი რატომ უნდა დამემართოს ან ერთი ან მეორე და ანუ ეს აუცილებლად უნდა განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ალკოჰოლის მიღებით ვერ დაინფიცირდება რომელიმე ვირუსისგან, განსაკუთრებით C და B ვირუსისგან, მაგრამ ცალკე აღებული არანაკლებ ეფექტურად ებრძვის ღვიძლს ალკოჰოლიც, ხო? განსაკუთრებით ალბათ საქართველოში ეს ჩვენ გვქონდა ერთი დაახლოებით 2024 წელს გამოქვეყნდა ალკოჰოლთან ასოცირებული, ესე ვთქვათ, ღვიძლის დაზიანებები, ხო, ეს სტატია და იქ ესე ვთქვათ როლი ამ ალკოჰოლის საკმაოდ დიდია ღვიძლის დაზიანების, ასე ვთქვათ, არანაკლები და შეიძლება მეტიც ვიდრე ვირუსები. ხო, გასაგებია რომ ორივე როცა ერთვის განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ეს დაავადება, მაგრამ აი ეგ მინდა მაგაზე მინდა კითხო, რომ რამდენად ბევრია აი თქვენ პრაქტიკაში ეგეთი პაციენტები, რომელსაც არ აქვს არც C ჰეპატიტი, არც B ჰეპატიტი, მაგრამ აქვს საკმაოდ სერიოზული დაზიანება ღვიძლის, რაც გამოწვეულია ალკოჰოლისგან, ხო? კი, ალკოჰოლური ჰეპატიტი ცალკე დაავადება, რომელიც ასევე იწვევს ალკოჰოლურ ციროზს. აქაც ახლა ჩვენ დეტალებში ვერ წავალთ, რადგან ჩვენი დღევანდელი თემა B ჰეპატიტია, მაგრამ ალკოჰოლი ისე მაინც B ჰეპატიტის კონტექსტში რომ ჩავშვეთ, როდესაც B ჰეპატიტი აქვს ადამიანს, თუ ამას ემატება ალკოჰოლი, იქ უკვე ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი მკვეთრად უფრო მაღალია და ამიტომ ეს უნდა ახსოვდეთ. და აქაც არ შემიძლია რომ არ ვახსენო ალკოჰოლის რაოდენობაზე ჩვენ ექიმებს და პაციენტებს სრულიად სხვადასხვაობა გვაქვს, იმიტომ რომ ბევრს არ ვსვამ და რო ჩაეკითხები სინამდვილეში ეს ძალიან ბევრია. ერთ ჭიქას ვსვამ, მაგრამ ლიტრიანი ჭიქი დადოს, ხო? ხო, და სანამ დავამთავრებთ ერთი რაღაც მინდა ვთქვა ძალიან საინტერესო პაციენტის ნათქვამი უცნაურობა. ერთ-ერთმა პაციენტმა, რომელმაც გააცნობიერა, რომ C ჰეპატიტი სრულად განკურნებადი დაავადებაა და B არა, დამშოს კითხვა, რომ ხომ შეიძლება რომ B ჰეპატიტი გადავიყვანოთ C-ში და მერე C განკურნოთო. ძალიან კარგი სხარტი გამოსავალი კი მოუწევს. კი, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ კატეგორიულად მინდა ვთქვა, რომ ჰეპატიტების ვირუსები უბრალოდ ყველა თავარი სამიზნე ღვიძლია და იმიტომ ქვიათ ჰეპატიტების ვირუსები, თორე არც სტრუქტურულად და არც ბევრი სხვა თვისებებით ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აქვთ. ყველა არის სხვადასხვა ვირუსების ჯგუფების წარმომადგენლები და ამიტომ რა თქმა უნდა B ჰეპატიტ C-ში ვერ გადავიღოთ. ხო, ესეთი თანმიმდევრობაა ხო A B C D E F G ფაქტიურად, თუმცა ეს არ არის იმის მიხედვით, როდის აღმოჩნდა და დღევანდელი თემა, რაზედაც საუბრობთ, B ჰეპატიტის ვირუსი ფაქტიურად ყველაზე ადრე აღმოჩენილი ვირუსია, A-ზეც მათ შორის 1965 წელს
მოხდა მისი შესწავლა, გამოყოფა ბლუმბერგის მიერ, რომელმაც შემდგომ უკვე ნობელის პრემია მიიღო ამ აღმოჩენისთვის, რაც ხაზს უსვამს ამ პრობლემის ძალიან დიდ მნიშვნელობას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის და ყოველი კონკრეტული პაციენტისათვის. ხო, არასწორად ხდება ხოლმე თქვა ამ ვირუსების გაერთიანება, ესე ვთქვათ, გასაგებია რომ ჰეპატიტები ქვია ყოველას, მაგრამ ბოტკინი მაგალითად ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე რომ ყვითელი არ ყოფილა სახეზე და არასოდეს გქონია ბ ჰეპატიტი. კი, აი ამ ტერმინს ვერაფერს ვერ უხერხებთ ბოტკინს. ბოტკინი ტერმინი აღარ არსებობს. ადრე უწოდებდნენ A ჰეპატიტს, ბოტკინის დაავადებას, თუმცა ხა აღარ იხმარება. B ჰეპატიტს, C ჰეპატიტს ამ ტერმინთან არაფერი საერთო არ აქვს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, კარგი გადაცემა გამოვიდა მე მგონი, მაგრამ არ ვიქნებით სწორი, რომ არ ისე დავასრულოთ, რომ რაღაცა რეკომენდაციები არ უთხრათ, ხო? ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში რაც არის, რომ ტესტირება, რომელიც არის საქართველოში უფასო და პრაქტიკულად ყველა რეგიონში არის ხელმისაწვდომი. კლინიკა ნეოლაბის ყველა ფილიალში და არა მხოლოდ კლინიკა ნეოლაბის ფილიალებში, სხვა კლინიკებშიც ძალიან ფართია, ასე ვთქვათ, ეს ჩამონათვალი კლინიკების და დაფარო, ასე ვთქვათ, არის დიდი და მე მინდა მოუწოდო ჩვენს მაყურებელს, რომ აუცილებლად ისარგებლო ამ შემთხვევაში, როგორც C და B ჰეპატიტი. C-ზე ალბათ ცალკე გადაცემა იმდენად რთულია ამ ორი დაავადების ესე კაცრად გაყოფა, რომ და არ ახსენოთ C ჰეპატიტი. რომ უნდა ჩავწეროთ ერთი გადაცემა ალბათ აუცილებლად C ჰეპატიტზე, მოუწოდოთ რომ გაიგეთონ ტესტირება, რომელიც არის უფასო და ყოველი შემდგომი ეტაპი, რომელიც თუ გახდა საჭირო, ესე ვთქვათ, არის ასევე უფასო. ტესტირება. რაც მთავარია ვაქცინაცია, კი. რომელიც B ჰეპატიტის შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია და არის სასთავარია ისიც უფასო, ესეც მნიშვნელოვანია უთხრათ. რას ეტყვით ბოლოს გადაცემის ბოლოს ჩვენს მაყურებელს? არაფერს, მადლობა ყურადღებისთვის და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ B ჰეპატიტი არსებობს და პერიოდულად ჩაიტარონ სკრინინგი და ვაქცინაცია და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი გვეყურათ. მნიშვნელოვანია იმაზე კიდე ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება, რომ B ჰეპატიტი პოტენციურად, B ჰეპატიტის ვირუსი პოტენციურად არის სიმსივნის გამომწვევი მიკროორგანიზმი, რომლის წინააღმდეგაც გვაქვს საკმაოდ ძლიერი იარაღი, როგორც ვაქცინაცია, ისე მკურნალობა. შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალებები. ბევრი დაავადება არ არსებობს, თქო, არაინფექციური, რომელიც საწინააღმდეგოდ ვაქცინა არის, ეს შეიძლება პირდაპირ არ იცავს, თქო, კიბოს განვითარებისგან, მაგრამ ძალიან ეფექტურია B ჰეპატიტის ვაქცინა ღვიძლის კიბოს განვითარების თვალსაზრისით და ამიტომაც მინდა რომ კიდევ ერთხელ მოუწოდო ჩვენს აურებელს ჩაიტარონ ვაქცინაცია, ჩაიტარონ ტესტირება B ჰეპატიტზე და საჭიროების შემთხვევაში თუ აღმოჩნდით იმ ჯგუფში, რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა, ჩავიტაროთ ასევე ჩავართოთ პროგრამაში და მივიღოთ ეს მედიკამენტები ცხოვრების განმავლობაში უფასოდ.